თვითმფრინავი არ მოუფიქრებიათ დასაბომბად. მოიფიქრეს საფრენად და გამოიყენეს და ადამიანს აქვს ნახე გარყვნილი აზროვნება აქვს. მოდი ესე დავარქვათ რა. კარგ იდეასაც გადააკეთებს ვიღაცა იყენებს საშინლად. რა არის ხელოვნური ინტელექტი? არაჩვეულებრივი პროდუქტია. აგერ რაღაცა 22 კითხვა უნდა მომიფიქრებინა რაღაც თემაზე, დრო მქონდა ცოტა, დავიწყე ერთი მოვიფიქრე და ამჭირდას 9 საათი. ნუ ოკეი, ის უნდა შექმნა მეორე. მე გამახსენდა ეს რო არსებობს. მივეცი რა მინდა, ზუსტად რა მინდა და 9 წუთში მომიფიქრა თუ რაც ქვია და არაჩვეულებრივი. ხო? ან რამდენი საიტი უნდა გაგეხსნათ და მოგეძებნათ ინფორმაცია, ხო, ეუბნებ და გეუბნებ სად არის, რა არის, როგორ არის, ძალიან კარგი. მაგრამ აქ ნახე რაშია საქმე. დაიწყო ამის მოხმარება ადამიანური ურთიერთობების დეფიციტის შესავსებად. მაგალითად, ერთი შეყვარებული მეორე შეყვარებულს წერილს რო ვერ წერს, აწერინებს ამას. და მთელი ცირკი ის არის, რომ ის აწერინებს პასუხად ამას. ანუ ორი ხელოვნური ინტელექტი მესიჯება ერთმანეთს. ეს ნამდვილი ამბავს ყვები. მივხვდით რა აბსურდამდე მივედით, ხო? ეკითხებიან ყველაფერს. ანუ იმას კი არა სიტყვაზე რაღაც მომიძებნე, აბსურდა. მეგობრები გაიჩინეს, სახელები ქვიათ და იმას ელაპარაკებიან. იქ შეგიძლია უთხრა, რომ თქვა ესა და ესა ხარ და მოდი იყავი ჩემი მეგობარი, ან უთხრა შეყვარებული და თქვენ ლაპარაკობთ, ხო? აი ეს არის და ამიტომ იმის არ იყოს ადამიანში მთელი მენდელეევის სისტემაა, ხო? შხამი რა არის? დოზა. გააჩნია რა დოზას? ზუსტად იგივეა. ხელოვნური ინტელექტი გააჩნია დოზას. აი მასე რო შეჯდები. და თან ჯერ ესეთი ძალიან ადვილად სწავლობს ეს ხელოვნური ინტელექტი. თუ ატყობთ ყოველ კითხვის მერე, ხო, გამოჯობესება, ხო? და არ ფიქრობთ, რომ ვიღაცამ ჯერ გახდის ამას ავტორიტეტად, იმიტომ რომ ხალხს მოყავთ ავტორიტეტად ხელოვნური ინტელექტის პასუხი. მოდი, აბა ვკითხოთ. ჯერ აი ყველა რო გახდის ავტორიტეტად, მე ხო შეიძლება ესეთი პასუხი მიიღოთ, რომელიც ნამდვილი პასუხი კი არა, რომელიც ვიღაცას აწყობს რომ მიიღოთ. ძალიან ადვილად, მაგრამ ჯერ უნდა ამაზე შეჯდე, ანუ აპრიორში. სისულელები ჩემთვისაც უთქვას, მე ბოდის რო გიხდის, ხო? რას მიქარავ მეთქი და მაბატიო. და იმ დონეზე მიიყვანეს ახლა, რომ არა ძალიან სახიფათო ხდება, იმიტომ რომ არანაირი განცდა, ნელ-ნელა განცდა მეკარგება, რომ